შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს. 9 თებერვალსა და 15 მარტს გორის რაიონის სოფლებში, ქვეშსა და არცევში, ხოლო 14 მარტს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთისთვის 6 მოქალაქე დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. გათავისუფლებული მოქალაქეები ერგნეთიდან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა გიორგი დვალიშვილმა გამოიყვანა. გადავდიოდი სამუშაოდ. ჩვენ ორ თანასწორად ერთად სამნი. და დაგაკვეს რუსმა მესაზღვრეებმა. ზემოერცევის მიმართულებით. სამუშაოდ გადაგვიყვანეს ცხინვალში. გამოსვლის დროს დაგვაკავეს რუსები ჯარმა. არაფერის არ ვკითხეს, დაგვაძეს ხერმორკილები და დაგვიყვანეს. ამ დღეების განმავლობაში ვიყავით ცხინვალში. იზოლატორში ვიდექით. მოლაპარაკების შედეგად ბოლო 2 დღის განმავლობაში ოსურმა მხარემ გადმოგცვა საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა დროს დაკავებულები იყვნენ საზღვის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსის სამხედროების მიერ.